2021 წლის მასწავლებლთა სერტიფიკაციო გამოცდების ფიზიკაში პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 29. სხეული ასრულებს ჰარმონიულ რხევას, მოცემულია სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი, კოორდინატის დროზე დამოკიდებულებას აქვს შემდეგი სახე: x ტეუტრის a სინუს 2 π ნიუტეს პლუს φ, განსაზღვრეთ სხეულის მაქსიმალური სიჩქარე. პირობით მოცემული გვაქვს კოორდინატის დროზე დამოკიდებულება, რომელსაც შემდეგი სახე აქვს a სინუს 2 π ნიუტეს პლუს φ და ჩვენ გვეკითხებიან განსაზღვროთ სხეულის მაქსიმალური სიჩქარე, v მაქსიმალური. ხო, ხა თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოდ ჰარმონიული რხევა აღიწერება ჰარმონიული ფუნქციებით, როგორც სინუსით და კოსინუსით. ზოგადი სახე თუ ჩავწერთ ამ დამოკიდებულებას x ტეუდრის a სინუს ომეგა t-ს პლუს φ და ამ დამოკიდებულებაში თუ შევადარებთ მოცემულობაში მოცემულ დამოკიდებულებას, აი ეს 2 π ნიუ უნდა იყოს ომეგას ტოლი, შესაბამისად ომეგა ტოლი არის 2 π ნიუსი. ხა თუ დავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ნიუ სიხშირე უკუპროპორციული არის პერიოდის, ანუ ნიუ ტოლი არის ერთი შეფარდებული ტესტთან, შესაბამისად მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის 2 π შეფარდებული ტესტთან. საიდანაც რას მივიღებთ, ეს უდრის 2 π შეფარდებული პერიოდთან. პერიოდი ეს არის ის დრო, რომელსაც სხეული ერთსრულ რხევას ასრულებს. ანუ ერთსრულ რხევას ასრულებს. ერთი ბურცობიდან მეორე ბურცობამდე რა დროითი შუალედიცა გვაქვს? ეს დროითი შუალედი იქნება ნახოთ რამდენი იქნება, ეს ტოლი იქნება 1 2 3 4 წამის. ეს არის შეფარდებული 4-თან. ანუ ეს ტოლი არის π ნახევრის და თუ გავითვალისწინებთ, რომ სხეულის მაქსიმალური სიჩქარე ტოლი არის ომეგა გამრავლებული ამპლიტუდაზე, ეს ტოლი იქნება π ნახევარი გამრავლებული ამპლიტუდაზე, ანუ სხეულის მაქსიმალურ გადახრაზე წონასწორობის მდგომარეობიდან. წონასწორობის მდგომარეობიდან მაქსიმალური გადახრა არის 2 ტოლი. შესაბამისად გამრავლდება 2-ზე და მივიღებთ π-ს. π სანტიმეტр შეფარდებული წამთან. ანუ ჩვენ ფაქტიურად ვიპოვეთ რა არის მაქსიმალური სიჩქარე. მაგრამ ეს ამოცანა შეიძლება მეორე გზითაც გაკეთდეს. ეს თუ განვიხილოთ მეორე გზას, რადგანაც სიჩქარე განიმარტება როგორც კოორდინატის წარმოებული დროით და თუ გავითვალისწინებთ კოორდინატის დროზე დამოკიდებულებას ის ტოლი არის, შევიტანთ x ტოლი არის a სინუს 2 π ნიუ t, მოდით 2 π ნიუს მაგერად შეგვიძლია პირდაპირ ომეგა დავწეროთ, ომეგა t-ს პლუს φ. ეხლა ამოდმევის სიდიდი არის და გაწარმოების ნიშნის გარეთ შეგვიძლია გავიტანოთ, ეს იქნება t სინუს ომეგა t-ს პლუს φ. ეს უდრის a-ჯერ სინუს ომეგა t-ს პლუს φ-ს წარმოებული არის კოსინუს ომეგა t-ს პლუს φ, კიდე გამრავლებული არგუმენტის წარმოებულზე დროით ddT ომეგა t-ს პლუს φ. ეს უდრის a კოსინუს ომეგა t-ს პლუს φ. ეს გამრავლდება კიდე ომეგა t-ს, ეხლა ჯამის წარმოებულთა ჯამს უდრის, ომეგა t-ს წარმოებული პირდაპირ ომეგა არის და φ რადგანაც საწყისი ფაზა მუდმივი სიდიდი არის, ნულის ტოლი იქნება, ანუ პირდაპირ ომეგა t-ს პლუს φ-ს წარმოებული მოგცემს ომეგას, ანუ საბოლოოდ მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის ომეგა a კოსინუს ომეგა t-ს პლუს φ. ანუ გაქენდა რა გამოგდის, რომ v კოორდინატის სიჩქარის x-მდგენელი ტოლი ყოფილა ომეგა a გამრავლებული კოსინუს ომეგა t-ს პლუს φ. ხო, ეხლა ჩვენ გვინდა სიჩქარის მაქსიმალური. სიჩქარე მაქსიმალურ მნიშვნელობას მიიღებს, ცხადია მაშინ, როცა კოსინუსი იქნება მაქსიმალური. კოსინუსი კიდე მაქსიმალურ მნიშვნელობას იღებს, როცა ერთის ტოლი არის. ანუ გამოგდის აქედან, რომ vx-ი ტოლი არის ომეგა 100 და ზუსტად იგივე პროცედურას თუ გავიმეორებთ და ჩავსვავთ, ეს ტოლი იქნება π ნახევარი გამრავლებული 2-ზე, ეს ტოლი არის π სანტიმეტრ წამის. ანუ საბოლოოდ პასუხი იქნება g.